დღეს მინდა ვისაუბრო დავიწყების მინიშნება იმისთვის, რომ დავიმასუბროთ სიტყვები და გრამატიკული წესები. ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, თუ როგორ ვიმახსოვრებ ბევრი სიტყვას გრამატიკულ წესებს. მე ესე არ ვარ წკვიანი ძლიერი ადამიანი, ამიტომ ძალიან ხშირად სულ მავიწყდება ხოლმე ბევრი სიტყვა გრამატიკული წესები და ასე შემდეგ. მაგრამ ეს დავიწყებადობა არის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი, იმის პროცესი, იმისთვის რომ დავიმასუბროთ ბევრი სიტყვა და გრამატიკული წესები. ამიტომ დღეს მინდა ვისაუბრო ეს დავიწყების პროცესზე და ასევე მინდა აგიხსნათ თუ როგორ უკავშირდება ეს დავიწყებას ჩვენს მეხსიერებასთან. ჯერ მინდა აგიხსნათ ეს დავიწყების პროცესზე დავუშვათ მაგალითად, იმიტომ რომ ეს პროცესის გაგება მნიშვნელოვანია და მე რომ გავიგებთ უფრო გასაგებად გახდება, რატომ დავიწყების მერე კარგად ვიმასუბრებთ ძალიან ბევრი ინფორმაციას. მაგალითად მე რომ პირდაპირ ვნახე ახალი სიტყვა ხარექტერი რა, მაგალითად არ ვიცი, რაც მახსენდება ახლა შხამი, მაგალითად შხამი, უბრალოდ მომწონს ეს სიტყვა. დავუშვათ მე არ ვიცოდი ეს სიტყვა შხამი და პირდაპირ ვნახე ეს სიტყვა შხამი. რომ ვნახე ტვენში შემოდის და რჩება ცოტა ხანი. მაშინ მე ვერ დამასწრებ სამუდამოდ. ტვენი ძალიან ჭკვიანია, იმედად ჭკვიანი არის რომ იმასოვრებს მარტო ისეთი ინფორმაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ხელოვნური ინტელექტი არ არის რა ტვენი. ამიტომ თუ არ არის ისე პრიორიტეტი, მაშინ ასე ვთქვათ, დაგვაბიწყდება ხოლმე. ამიტომ კიდევ გავიმეორებ, რაც მნიშვნელოვანია დარჩება თვენში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. რაც არ არის მნიშვნელოვანი, ცოტა ხანი დარჩება, მერე გაქვეყნება ხოლმე. ესაა დავიწყების პროცესი. ახლა მინდა აგიხსნათ ეს დავიწყება როგორ უკავშირდება თვითონ ახალი სიტყვებისა და გრამატიკული წესების დამახსოვრებასთან. იცით როგორ არის, რომ დაგვავიწყდება ხო ეს ინფორმაცია, ცოდნა, ახალი სიტყვა. გვგონია რომ ვფიქრობთ რომ უკვე ახალ არის ტვინში, მაგრამ ტვინში მაინც რჩება ეს ცოდნა, ეს ინფორმაცია. ამიტომ როდესაც მაგალითად მე რომ დამავიწყდა ეს სიტყვა შხამი, მეორეჯერ რომ ვნახე, ესეთი შტაბში მეკნება რომ დაიცა მე შენი გიცნობ ამ სიტყვას რა, ანუ დამავიწყდა ეს სიტყვა, მაგრამ ქვეცნობიერად რაღაც ვიცი ამ სიტყვაზე. იმიტომ რომ ტვინში რჩება. პირდაპირ რომ ვნახე, რომ შემოვიდა ტვინში, რჩება ტვინში. უბრალოდ რა ქვია, ქვეცნობიერად კრა, განძრახ არ მახსენდება და ამიტომ. და მეორეჯერ რომ შემოდის ჩემს ტვინში, მაშინ ეს ცოდნა, ეს ინფორმაცია უფრო მყარდება. უფრო დიდი ხნის განმავლობაში დარჩება ჩემს ტვინში. თუ წარმატებულად დავიმასუბრებ, მაშინ ეს სიტყვა შხამი სამუდამოდ დარჩება ჩემს ტვინში, მაგრამ თუ წარმატებულად ვერ დავიმასუბრებ, მაშინ გაქვეყნება სადმე კიდე. მესამეჯერ თუ ვნახე ეს შხამი, მეთქი დაიცა მე ვიცი რომ ვნახე ესეთი შტაბში მეკნება დაარწმუნდება, მგონი მესამეჯერ მგონი ვნახე. რომ შემოდის ტვინში უფრო მყარად ზრიად დარჩება ჩემს ტვინში. ესაა დავიწყების პროცესი და ასევე დავიწყება და გამეორების პროცესი. ახლა მინდა გაგიხსნათ ეს დავიწყება და გამეორების პროცესში როგორ ჩვენ დავიმასუბრებთ სიტყვებს და ინფორმაციას უფრო დიდი ხნის განმავლობაში.
რომ ავითვისოთ ეს ენა რა, სამიზნე ენა. დავუშვათ მე მაგალითად ვწერო ხოლმე ახალ სიტყვას ან ესე სიტყვებს რომ მე მგონია რომ შემეხვდა ადრე და დამაბეწყდა. აქ ვწერ ახლა ჩინურს და არაბულს ვისაუბრებ, ამიტომ აქ ჩინური და არაბულია. ხო, მაგრამ ვწერო ხოლმე და სანამ მე ვიზნებ ვიმეორებ ხოლმე ამას. როგორც ჩემი რუტინა რა და მოვიწყდება კიდე ვიმეორებ, ვიმახსოვრებ, თუ ვინჩი დარჩება ხანდახან კარგად თუ წაბა მაშინ დავიმახსოვრებ სამუდამოდ, თუ არა და მაშინ გაქვირება. ესეთი ასე ვთქვათ ცირკულაცია რა. და დავიწყების მერე გამეორება, დამახსოვრება, დავიწყება, გავიმეორება, დამახსოვრება. ამის გამეორებით უფრო მყარად და ძლიერად გაზრიერდება ჩვენი ტვინი. და ესა ის მიზეზი რატომ რომ დავიწყება თვითონ ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი ადამიანი რატომ ახაც ფიქრობს რომ დავიწყება ცუდია, ნეგატიური რაღაცა, მაგრამ ნეგატიური საერთოდ არ არის. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისთვის რომ საბნავოდ დავიმასუბროთ, მყარად დავიმასუბროთ ეს ცოდნა, ახალი სიტყვები, ახალი გრამატიკის წესები. ამიტომ ნუ გეშენია თუ დავიწყების ეს არის ეს დავიწყება თვითონ ნიშნავს რომ ჩვენ მიდივართ წინ. ბევრჯერ არა უშავს ეს დავიწყება რა. მთავარია გამეორება და მერე დამახსოვრება რუტინულად. ესა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით. ხო და დღეს ამით დავამთავრებ, უხმესი მადლობა ყურადღებისთვის და მათანე. ახლა ბანახეთ ჩემს რივერში. ერთი ქართული სიტყვა იყო თბოსადგვირი.